გვიმრების გამრავლება. თაობათა მონაცვლეობა გვიმრებსაც ახასიათებს. გვიმრის სასიცოცხლო ციკლში გაბატონებულია, ანუ დომინირებს სპოროფიტი. თქვენ ხედავთ, ეს არის ღერო-ფოთლიანი გვიმრა. თავისი ფესურით, გრძელი ღეროებით და ვიწრო ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარეზე ვითარდება მუქი ფერის მეჭიჭების მსგავსი სპორანგიუმები, რომელშიდაც მწიფდება მეიოზის გზით ჰაპლოიდური სპორები. მესტიან გარემოში მოხვედრის შედეგად სპორიდან ვითარდება გამეტოფიტი, წინაზრდილი, რომელიც მოგვაგონებს მწვანე ფირფიტას. თქვენ ხედავთ, ვითარდება ქვედა მხარეზე, წინაზრდილზე რიზოიდები, ფესვის მაგვარი გამონაზარდები. აგრეთვე ქვედა მხარეზე ვითარდება ანთერიდიუმები, მამრობითი სასქესო ორგანოები და არქეგონიუმი, მდედრობითი სასქესო ორგანოები. ზუსტად ხავსების მსგავსად მიმდინარეობს განაყოფიერება. აუცილებელია წყალი. განაყოფიერება ხდება და ვითარდება ზიგოტა. ზიგოტიდან კი უკვე ყალიბდება დიპლოიდური სპოროფიტი, ღერო-ფოთლიანი გვიმრა.